ალბათ ევოლუციის იდეას უკვე იცნობ, რომ სახეობები დროთა განმავლობაში იცვლებიან. ამას ვხედავთ ძველი ძვლების და ნამარხების შესწავლისას, ანუ როგორ იცვლებოდა სიცოცხლე წარსულში. მაგრამ ჩნდება კითხვა, როგორ ხდება ეს ცვლილება რეალურად? რა მექანიზმი დგას ამის უკან? ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი არის ბუნებრივი გადარჩევა. ბუნებრივი გადარჩევის იდეა ეფუძნება იმას, რომ სახეობაში ნებისმიერ მოცემულ მომენტში არსებობს თვისებების ვარიაცია. სხვადასხვა თვისება ვლინდება სხვადასხვანაირად. და ეს თვისებები ზოგადად შეიძლება არც კარგი იყოს და არც ცუდი, მაგრამ ზოგჯერ გარემო პირობები ერთ კონკრეტულ თვისებას უფრო სასარგებლოს ხდის ვიდრე სხვას. თუ კონკრეტული თვისება ცოცხალ ორგანიზმს ეხმარება გადარჩენაში, საკვების პოვნაში ან გამრავლებაში, მაშინ ამ თვისებაზე პასუხისმგებელი გენი უფრო მეტად გადაეცემა მომდევნო თაობებს. ამის უკეთ გასაგებად, მოდი ავიღოთ ცნობილი მაგალითი, რომელიც ეხება პეპლებს და რომელიც ხშირად მოჰყავთ იმ მიზნით, რომ ახსნან როგორ მუშაობს ბუნებრივი გადარჩევა. შუა 1800-იან წლებში პეპლების კონკრეტული სახეობა ლონდონში იყო თეთრი ფერის. ამ სახეობაში ძალიან ცოტა პეპელა იყო შავი, თუმცა განსხვავება შეფერილობებში მაინც არსებობდა. ზოგი იყო უფრო ღია ფერის, ზოგი იყო უფრო მუქი. შემდეგ მალევე დაიწყო ინდუსტრიული რევოლუცია, რასაც თან ახლდა ძლიერი დაბინძურება. ამან გამოიწვია ხეების ქერქების და შენობების კედლების გამუქება, ადგილების, სადაც პეპლები ისვენებდნენ. რაც უფრო გამუქდა გარემო, მით უფრო მიენიჭათ უპირატესობა მუქი ფერის პეპლებს. საქმე ისაა, რომ ისინი ფონს უკეთ ერწყმოდნენ და ნაკლებად იყვნენ შესამჩნევი მტაცებლებისთვის. ამ დროს თეთრი პეპლები ადვილი შესამჩნევი იყო და შესაბამისად უფრო მარტივი მოსანადირებელი. შედეგად 1900-იანი წლების დასაწყისში ლონდონში ამ სახეობის პეპლების უდიდესი ნაწილი იყო მუქი. მაგრამ ასევე საინტერესოა, რომ ბოლო 50 წლის განმავლობაში გარემოს რეგულაციების შედეგად ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდა, შესაბამისად გამუქებამაც დაიკლო და ღია ფერის პეპლები კვლავ დაბრუნდნენ. ანუ ახლა უფრო სუფთა გარემოში ღია ფერის პეპლებს კვლავ აქვთ უპირატესობა, რადგან ახლა ისინი უკეთ ერწყმიან ფონს და ნაკლებად შესამჩნევი არიან მტაცებლებისთვის.